რუსთავის სპორტის სასახლეში ლეგენდარულმა იაპონელმა ძიუდოისტმა შოჰეი ონომ ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის მასტერკლასი გამართა. ორგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონის მასტერკლასს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩასული სპორტსმენები ესწრებოდნენ. ძიუდოს ვარსკვლავი საქართველოში ვეტერანი ძიუდოისტების პარლამ ლიპარტელიანის და ავთანდი ჭრიკიშვილის მოწვევით ჩამოვიდა. შოჰეი ონო საქართველოში პირველად იმყოფება და რუსთავში მასტერკლასის გამართვამდე თბილისის გრანდ სლემს დაესწრო. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი. ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი დღე გვქონდა. მე მაქსიმალურად ვეცადე, რომ რუსთავის სპორტის სასახლეში საინტერესო მასტერკლასი ჩამეტარებინა. უმნიშვნელოვანესი დღეა ქვემო ქართლისთვის. ძალიან გახარებულები არიან ბავშვები, ძალიან ბედნიერები არიან და მე ვფიქრობ, აისრულეს მათი ოცნება და ის ნატრა. შოჰეი ონოს ერთად ყოფნა ვარჯიში გაუზიარა მან თავის გამოცდილება ბავშვებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ახალგაზრდისათვის. ეს არის ახალი და დამატებითი мотиваცია, რომელიც დარწმუნებული ვარო მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მათ კარიერულ წინსვლასა და წარმატებაზე. ქვემო ქართლის რეგიონში ძალიან კარგი ღონისძიება ჩატარდა უმასპინძლეთ ყველასათვის ცნობილ ლეგენდარულ სპორტსმენს იაპონელს შოჰეი ონოს, რომელმაც ქვემო ქართლის რეგიონში ქალაქ რუსთავში კონკრეტულად ჩაატარა სწავლება მასტერკლასი ჩვენი ახალგაზრდებისთვის.